მზარდი урბანიზაციის გზის გადატვირთვის პირობებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა მფრინავ ტაქსის და სხვა მოწყობილობებს, რომლებსაც საცობების არიდებით ჰაერში მგზავრების სწრაფად გადაყვანა შეუძლია. კომპანია უკვე გამალებით ცდის ჰიბრიდულ ელექტრომფრინავ ავტომობილებს, რომელსაც შვეულად აფრინით და დასხდომის უნარი გააჩნია. შემდგომ კი თვით მფრინავის მსგავსად ფრთებით მიფრინავს. ამგვარი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის უსაფრთხოება. ფრენისას საფრენი მოწყობილობის გაუმართლობის აღმოფხვის რევოლუციურ ხერხზე ამჟამად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი მუშაობს. შევიმუშავებთ ტექნოლოგიას, რომელიც საფრენ მოწყობილობას, ტექნიკის გაუმართავობის და სერიოზული ხარვეზების მიუხედავად, ფრენის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ამას გარდა ვცდილობთ ხრახნის მწყობრიდან გამოსვლის აღმოჩენის წარმადი ხერხის შექმნას, ან პროგრამული უზრუნველყოფის, გასაგებად იმისა, თუ რომელი ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან. ასევე მართვის პანელიდან სიგნალის გენერაციის ხერხის, აღჭურვილობის შეფერხების ან გაუმართავობის შესასწორებლად. აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საჰაერო მოწყობილობა არა მხოლოდ ჰაერში უნდა დარჩეს, ასევე ფრენისას გაჩენილი ხარვეზების მიუხედავად მართვას უნდა ინარჩუნებდეს. იქნება ეს ქარი, დაფრკოლება ან ხრახნის გაუმართავობა, რასაც მანქანური სწავლების საფუძველზე შექმნილი სპეციალური მართვის ალგორითმი უნდა გაუმკლავდეს. ალგორითმი ხარვეზისადმი მდგრადობის ამაღლებით დავხვეწეთ. შეუძლია გაუმკლავდეს არამხოლოდ ისეთ შეფერხებას, როგორიც არის ქარი, რაც ფრენისას შეფერხების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ასევე ტექნიკის დაზიანებას და სხვა გაუმართავობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ასე რომ კარგი ნაბიჯია საფრენი მოწყობილობის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ჩვეულებრივ, თანამედროვე საფრენი ჰიბრიდული მოწყობილობები რამდენიმე ხრახნით ან როტორით იგეგმება. თუნდაც ერთი როტორი გამოვიდეს მწყობრიდან, გამართული ხრახნი ჰაერში გაჩერების საშუალებას მისცემს. ქალაქში ფრენისას მაგალითად 10 ან 20 კილომეტრზე ენერგიის მოხმარების შესამცირებლად მოწყობილობას ფრთების ესაჭიროება. ხოლო ხრახნისა და ფრთების ერთად არსებობა ტექნიკის გაუმართავობასთან გასამკლავებლად მეტ საშუალებას ქმნის. თუ 9 ხრახნია, მაშინ 9 სენსორი უნდა დაემატოს, რაც სიმძლავრეში შეზღუდული საფრენი მოწყობილობისთვის ყოველთვის შესაძლებელი არ არის. შემუშავებული სისტემა ვირტუალური სენსორების გამოყენებით არის გაკეთებული, რომელიც ნებისმიერი შეფერხების აღმოსაჩენად მანქანური სწავლების მეშვეობით არის აწყობილი. სისტემა მოიცავს ნეიროქსელს, რომელიც ფრენის რეალურ მონაცემებზე არის განსწავლული, შემდგომ კი შეგუებასა და სწავლებას გადის რეალური დროის რეჟიმში. დამატებით აღჭურვილობას არ ვამატებთ. ყველაფერი პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული, ასევე მართვის სიგნალის შიდა და გარე დაკვირვებაზე. განსაზღვრულ სამართავ სიგნალებს მივაკლევთ საფრენი აპარატის რეაქციას. ვადგენ თუ რომელი ხრახნი თუ ღერძი გამოვიდა მწყობრიდან, რის საფუძველზეც ფრენისას შიდა ოპტიმიზაციას ვატარებთ. პროფესორი ჩონის გუნდმა ფრენის უსაფრთხოების ახალი ხერხი შემუშავებადი საფრენ მოწყობილობაზე უკვე გამოცადა. მათ შორის ავტონომიური საფრენის სასწრაფო დახმარება. ამას გარდა სახმელეთო ტრანსპორტი უკვე გამოიცადა, ასევე ახალი ხერხის გამოცდა იგეგმება მცურავ საშუალებაზეც. Алексей Горбачев, Сергей Дегатарь специально для программы «Детали».